გასულ კვირას საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი პაოლო ჯენტილონი იმყოფებოდა. იტალიელი დიპლომატის თბილისში ვიზიტის დროს გადაწყდა, რომ 2017 წლის იანვარში საქართველოს პრემიერ-მინისტრი იტალიას ეწვევა. გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე საქართველო-იტალიის ორმხრივ ურთიერთობებზე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებს, მსოფლიო უსაფრთხოების საკითხებს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. ამ ვიზიტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ და განვიხილავთ იტალიის მთავრობის მხრიდან ჩვენი ქვეყნისადმი გამოხატულ მკაფიო მხარდაჭერად. დარწმუნებული ვარ, რომ საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის სტუმრობა ახალ იმპულსს შეძენს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. შეხვედრისას ყურადღება გავამახვილებთ ორმხრივი ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტზე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ჩვენი ქვეყნის როგორც ევროპის და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნის მზარდ გეოსტრატეგიულ მნიშვნელობაზე და ასევე რეგიონულ და გლობალურ პროცესებზე. ეს მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით ვისაუბრეთ უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. სულს დიდი მადლობა გადაუხადო იტალიის მთავრობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ასევე ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ისე მხარდაჭერისათვის. იტალია ნამდვილად შეგეძლიათ მოიაზროთ როგორც ერთ-ერთი მეგობარი ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს სვლას ევროინტეგრაციისაკენ და ნატოსკენ. ეს გზა ნაბიჯ-ნაბიჯი გასავლელი და გქონდეთ იტალიის მხრიდან თითოეული ნაბიჯის მხარდაჭერის იმედი. რა თქმა უნდა, იტალია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და მის ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ გაგვაჩნია ურთიერთობების გაღრმავების დიდი პოტენციალი. მე და პრემიერ-მინისტრმა ერთმანეთს ვუთხარით, რომ მეტის გაკეთება შეგვიძლია ორმხრივ ურთიერთობებში. მოუთმენლად ველი იტალიაში პრემიერის ვიზიტს ახლო მომავალში. ვიზიტის ფარგლებში საქართველო-იტალიის ურთიერთობების განვითარების მიზნით რამდენიმე მნიშვნელოვან შეთანხმებას მოეწერა ხელი, მათ შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში. თბილისში ვიზიტად მყოფი იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილსაც შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების განვითარების აუცილებლობას გაესვა ხაზი. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების კონფერენცია თემაზე იტალიას საქართველოს ურთიერთობები და ევროპის მომავალი. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ჩვენ უნდა ვაღიაროთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. უკრაინის შემთხვევაში მივიღეთ მნიშვნელოვანი ზომები. იტალია, გერმანია და ამერიკაც მხარს უჭერენ დიალოგს და აუცილებელია გაგრძელდეს არგუმენტირებული მიდგომა. პაოლო ჯენტილონიმ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების იტალიაში ეგრეთ წოდებულ ვიზიტებთან დაკავშირებითაც გააკეთა განმარტება. რაც შეეხება აქტივობას სეპარატისტული რესპუბლიკებიდან, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ არასოდეს გვიღიარებია ეს რესპუბლიკები. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, როცა ვიღაც არის ჩვენს ქვეყანაში ოკუპირებული რეგიონიდან, ჩვენ არასოდეს ვცნობთ მას როგორც დამოუკიდებელი რესპუბლიკის წარმომადგენელს. იტალია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის პროცესს. იტალია დგას საქართველოს გვერდით დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ და ეხმარება საქართველოს ნამდვილად ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესში, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის პროცესში და ასევე ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო პირადად ჩვენს მეგობარს ბატონ ჯენტილონის მისი პირადი და იტალიის მთავრობის მხარდაჭერისთვის საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის პროცესში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე და ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა იტალიის მთავრობიდან.
იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი პაოლო ჯენტილონი საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებს ეწვია.